თავი მე-13 ღვთის ადგილის შესახებ და რომ მხოლოდ ღვთაებაა გარე შეუწერელი. სხეულებრივი ადგილი ესაა ის მიჯნა გარემომცველისა, რითაც გარე შემოიცვება გარემოცული. როგორც მაგალითად ჰაერი გარემომცველია, სხეული კი გარემოცული. არათუ მთელი გარემომცველი ჰაერი არის გარემოცული სხეულის ადგილი, არამედ გარემომცველი ჰაერის ის ზღვარი, რაც შესახებაშია გარემოცულ სხეულთან, ხოლო ცხადია, რომ გარემომცველი არ არის გარემოცულში. არსებობს აგრეთვე გონისეული ადგილი, სადაც მოიაზრება და არის გონისეული და უსხეულო ბუნება. იქ თანამყოფობს და მოქმედებს იგი, მაგრამ შემოიცვება არა სხეულებრივად, არამედ გონისეულად, რადგან არა აქვს მას აღნაგობა, რომ სხეულებრივად იყოს გარემოცული. ამიტომ ღმერთი, რომელიც უნივთოა და გარეშეუწერელი, ადგილის შიგნით არ არის, რადგან იგი თვით არის თავისი თავის ადგილი, როგორც ყოველივეს აღმავსებელი, ყოველივეზე უზემოესი და თვით ყოველივეს შემამტკიცებელი. ამასთან ითქმის მისი ყოფნა ადგილის შიგნით, რადგან სადაც კი ღვთის მოქმედება ცხადდება, ღვთის ადგილად არის წოდებული. შეურევლად გადის იგი ყოველივეში და ყველას უნაწილებს თავის მოქმედებას თითოეულის უნარისა და მიმღებლობითი ძალის შესაბამისად. ვამბობ ბუნებისეულს და აგრეთვე ნებაყოფლობით სიწმინდეს, რადგან უნივთო უწმიდესია ნივთიერზე, სათნოებით იგი ბოროტებასთან თანაშეუღლებულზე. ამიტომ ითქმის ღვთის ადგილად ის, რაც უფრო მეტად წილმქონია მისი მოქმედებისა და მადლისა. ამის გამოა ცა მისი ტახტი, რადგან ცაში არიან მისინების აღმსრულებელი ანგელოზები, რომლებიც ადიდებენ მას. რამე თუ ესაა მისთვის მოსვენება. მიწა კი არის ღვთის ფეხთა კვარცხლბეკი, რადგან ხორციელად მასზე იმყოფებოდა იგი ადამიანებთან ერთად. თავის მხრივ ღვთის ფეხი ეწოდება მის წმიდა ხორცს. ეკლესიაც ღვთის ადგილად ითქმის, რადგან მას, როგორც რამ საწინდარს, განვაჩინებთ მისი დიდების მეტყველებისათვის, რომელშიც ვასრულებთ აგრეთვე ვედრებებს მისდამი. მსგავსადვე ის ადგილებიც, სადაც კი მისი მოქმედება განცხადებულა ჩვენთვის, ხორციელად თუ სხეულის გარეშე ღვთის ადგილებად ითქმის. უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთაება დაუნაწილებელია და იგი მთლიანად იმყოფება ყველგან, არა სხეულებრივად განყოფილი ნაწილ-ნაწილში, არამედ მთლიანი ყოველივეში და მთლიანი ზესთა ყოველივეზე. ანგელოზისა და სულის ადგილის შესახებ და გარეშეუწერელის შესახებ. ანგელოზი სხეულებრივად ადგილით არ არის გარემოცული. ისე თითქოს გამოისახებოდეს და აღნაგობის მქონე იყოს იგი, მაგრამ მაინც ითქმის ადგილის შიგნით მისი ყოფნა, იმდენად რამდენადაც გონისეულად თანამყოფობს იგი და მოქმედებს საკუთარი ბუნების შესაბამისად. არ არის რა სხვაგან, არამედ გარეშემოიწერება გონისეულად იქ, სადაც მოქმედებს კიდეც. არ ძალუძს მას ერთდროულად მოქმედებდეს სხვადასხვა ადგილას, მხოლოდ ღმერთს ეთვისება ერთდროულად მოქმედებდეს ყველგან. ანგელოზი ბუნებისეული სისწრაფითა და დაუყოვნებელი ანუ სწრაფი გადანაცვლებით მოქმედებს სხვადასხვა ადგილას, ხოლო ყველგანმყოფი და ყოვლის უზემოესი ღვთაება ერთი და იმავე დროს სხვადასხვაგვარად მოქმედებს ერთი და მარტივი მოქმედებით. მეორე მხრივ, სული დაკავშირებულია სხეულთან, მთლიანი მთლიანთან და არა ნაწილი ნაწილთან. იგი გარემოიცავს მას როგორც ცეცხლი რკინას, არათუ მისგან იყოს გარემოცული და მასში მყოფი საკუთარ მოქმედებებს მოქმედებს. გარეშეწერილი არის ის, რაც შეზღუდულია ადგილით, დროითა და მწდომელობით, ხოლო გარეშეუწერელია ამ ყოველივესგან შემოუცავი. ამიტომ გარეშეუწერელი არის მხოლოდ ღვთაება, დაუსაბამოდ მყოფი, დაუსრულებელი, ყოვლის გარემომცველი და ყოველგვარი წდომისაგან გარეშეუცავი. ის მხოლოა მიუწდომელი, უსაზღრო და არავისგან შეცნობილნი, არამედ თვით არის მხოლოდ თავისი თავის მჭვრეტი. რაც შეეხება ანგელოზებს, ისინი დროითაც გარეშეიწერებიან, რადგან დაწყებული არსებობა აქვთ, ადგილითაც
თუმც გონისეულად, როგორც ზემოთ თქვით, და მწდომელობითაც, რადგან რაღაცნაირად ურთიერთის ბუნებაც უწყიან და შემოქმედისგანაც სრულად დასაზღვრულები არიან, სხეულები კი გარეშე იწერებიან, დასაბამითაც და დასასრულითაც, სხეულებრივი ადგილითაც და მწდომელობითაც. დანასკვი ღვთის შესახებ, მამის, ძისა და სულიწმიდის შესახებ, კვლავ სიტყვისა და სულის შესახებ. ამრიგად, ყოვლითურთ უცვლელია და გარდაუქმნელია ღვთაება, რადგან მან წინასწარ ცოდნით წინა განსაზღვრა ყოველივე ის, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, თითოეული თავისი შესაფერისი ჟამისა და ადგილის მიხედვით. ამიტომ მამა არავის განსჯის, არამედ მთელი განსჯა მისცა ძეს. იოანეს სახარება მეხუთე თავის 22 მუხლი. რადგან ცხადია, განმსჯელია მამაც, ძეც, როგორც ღმერთი და სულიწმინდაც, მაგრამ თავად ძე, როგორც ადამიანი, სხეულებრივად ჩამოვა და დაჯდება დიდების ტახტზე. სწორედ შემოსაზღვრული სხეულის თვისებაა ჩამოსვლა და დაჯდომა და განსჯის იგი მთელ სამკვიდროს სამართლიანად. ყოველივე გამიჯნულია ღვთისგან, მაგრამ არა ადგილით, არამედ ბუნებით. ჩვენთან დაკავშირებით გონიერება, სიბრძნე და განზრახვა, როგორც ნათვისობა, მომსვლელია და წამსვლელია, მაგრამ ასე არაა ღმერთთან დაკავშირებით, რადგან მასში არაფერი არ ჩნდება და არ ისპობა, არის რა გარდაუქმნელი და უცვლელი. ამიტომ არ გვმართებს შემთხვევითი რა მივაკუთვნოთ მას, რადგან სიკეთე მისი არსების თანხლებია. ვისაც მარადი სურს ღმერთი, ის ხედავს მას, რადგან ღმერთი ყოველივეშია. მართლაც ამ არსია დამოკიდებული არსნი და არ შეიძლება არსებობდეს რაიმე, რასაც არსში არ ექნება არსებობა. ყველაფერთან არის შეზავებული ღმერთი, როგორც ბუნების შემომტკიცებელი, ხოლო სიტყვა ღმერთი თავის წმიდა ხორცს გვამოვნებითად შეუერთდა და შეურევლად შეერთო მას, რაც ჩვენეულია. ვერავინ ხედავს მამას გარდა ძისა და სულისა. ძე არის მამის განზრახულობა, სიბრძნე და ძალა. რადგან არ გვმართებს რაგვარობა განვუკუთვნოთ ღმერთს, რომ არ ვთქვათ იგი არსებისაგან და რაგვარობისაგან შედგენილად. ძე მამისაგან არის და ყოველივე რაც აქვს, მისგან აქვს. ამიტომ არ ძალუց თავისთავად ქნას რამე, რადგან არ აქვს მას მამისაგან განსხვავებული საკუთარი მოქმედება. ის რომ ბუნებით უხილავად მყოფი ღმერთი ხილული ხდება, მოქმედებით ეს ვუწყით ქვეყნიერების შემყარებისაგან და წარმმართველობისაგან გამომდინარე. ხატი მამისა არის ძე და ძისა სული, რომლის მიერ ადამიანში მკვიდრდება ქრისტე და აძლევს მას, ადამიანს, ხატისებრობას. ღმერთია სულიწმინდა, უშობელისა და შობილის შუა და ძის მიერ მამასთან თანაშეკავშირებული. იგი ითქმის ღვთის სულად, ქრისტეს სულად, ქრისტეს გონებად, უფლის სულად, თვითუფლად, სულად ძეობილობისა, ჭეშმარიტებისა და სიბრძნისა, რადგან ისიც ყოველივე ამის შემქმნელია, ყოველივეს აღავსებს იგი არსებით და ყოველივე შეამტკიცებს. არის რა ქვეყნიერების აღმავსებელი არსებისეულად, მაგრამ ქვეყნიერებისაგან შეუცავი ძალმოსილებითად. ღმერთი არის არსება მარადიული, უცვლელი, არსთა შემოქმედი და კეთილმსახურებითი ზნესრულობით თაყვანცემული. ღმერთია და მამა ის, ვინც მარადის უშობლად მყოფია, როგორც არავისგან შობილი, არამედ მშობელი თანამარადიული ძისა. ღმერთია და ძე ის, ვინც მარადის მამასთან მყოფია და ნაშობია მისგან უჟამოდ, მარადიულად, წარუდინებლად, უვნებოდ და განუყოფლად. ღმერთია სულიწმიდა, ძალაწმიდა მყოფელი, გვამოვნებითი, მამისაგან გამომავალი განუყოფლად და ძეში დავანებული, თანაარსი მამისა და ძისა. სიტყვა არის ის, რომელიც არსებისეულად მარადის მამასთან თანამყოფია. კიდევ სიტყვა არის გონების ბუნებითი მოძრაობაც, რომლითაც იგი მოძრაობს, მოიაზრებს და აზროვნებს, რაც არის მისი, ასე ვთქვათ, სინათლე და გამოცისკრება. კიდევ არის სიტყვა, შიგნით მდებარე და გულში მეტყველი. კიდევ არის სიტყვა წარმოთქმითი, აზრთა მაცნე. ამრიგად ღმერთი სიტყვა არსებისეულია და გვამოვნებითი,
ხოლო სამი დანარჩენი სიტყვა სულის ძალებია, რომლებიც საკუთარ გვამოვნებებში არ განიჭვრიტება. მათგან პირველი ბუნებითი ნაშობია გონებისა, მისგან მარადის ბუნებით წარმომდინარე, მეორე წოდებულია როგორც შიგნით მდებარე, ხოლო მესამე როგორც წარმოთქმითი. სული მოიაზრება მრავალგვარად. სულიწმინდა, სულებად ითქმის აგრეთვე სულიწმინდის ძალები. სული არის კეთილი ანგელოზიც, სულია ეშმაკიც, სულია სამშვინველიც. ზოგჯერ სულად ითქმის გონებაც, სულია ქარიც, სულია ჰაერიც.